რა მოხდება თუ ინტერნეტი 24 საათით გაითიშება მთელ მსოფლიოში? წარმოიდგინე, იღვიძებ დილით, იღებ ტელეფონს. არ იტვირთება არც YouTube, არც Google, არც Instagram. ფიქრობ Wi-Fi გაითიშა. გადადიხარ მობილურ ინტერნეტზე, ისევ არაფერი. რამდენიმე წუთში ხვდები, პრობლემა შენთან არ არის, პრობლემა ყველასთან არის. ინტერნეტი გაქრა. პირველი საათი ქაოსური არ იქნება, ხალხი იფიქრებს, რომ ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ უკვე რამდენიმე საათში დაიწყება რეალური შედეგები. ბანკების უმეტესობა ონლაინ სისტემებზეა დამოკიდებული. გადარიცხვები ჩერდება, ბარათით გადახდა ბევრ ადგილას აღარ მუშაობს. ონლაინ მაღაზიები ითიშება, საფონდო ბირჟები ვერ ახორციელებენ ტრანზაქციებს. მსოფლიო ეკონომიკა ფაქტობრივად იყინება. სატელევიზიო არხები და რადიო გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ სოციალური ქსელების გარეშე ინფორმაციის გავრცელება ბევრად ნელი გახდება. ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან ოჯახის წევრებს სხვა ქვეყნებში. ვიდეოზარები შეწყდება, დება, მესენჯერები აღარ მუშაობს. ეხლა წარმოიდგინე ავიაცია. თანამედროვე ავიაკომპანიები დამოკიდებულნი არიან ციფრულ სისტემებზე, ბილეთების შემოწმება, ფრენის გეგმები, ამინდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავებს საკუთარი სარეზერვო სისტემები აქვთ, გლობალური კოორდინაცია სერიოზულად შეფერხდება. სამხედრო სფეროში სიტუაცია კიდევ უფრო სერიოზულია. კომუნიკაციის დიდი ნაწილი დაცულ ციფრულ არხებზე გადის. სახელმწიფოებს აქვთ სარეზერვო დახურული ქსელები, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მაინც დაზარალდება. ჰოსპიტალელები, ბევრი სამედიცინო სისტემა ღრუბლოვან სერვერებზეა მიბმული. პაციენტების მონაცემები, ლაბორატორიული პასუხები, ელექტრონული ისტორია, ყველაფერი შენახულია ონლაინ. სისტემის გათიშვა მუშაობას მნიშვნელოვნად შეანელებს. და მერე მოდის ფსიქოლოგიური ეფექტი. ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი ინტერნეტზეა აგებული. ნავიგაცია, ტაქსის გამოძახება, საკვების შეკვეთა, სამუშაო კომუნიკაცია. ერთი დღე საკმარისი იქნება, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რამდენად დამოკიდებული გახდა სამყარო ამ უხილავ ქსელზე. მაგრამ აი მთავარი კითხვა. როგორ შეიძლება საერთოდ გააქრეს ინტერნეტი? ეს შეიძლება მოხდეს გლობალური კიბერშეტევის შედეგად. ძლიერი მზის ამოფრქვევის გამო, რომელიც დააზიანებს სატელიტებსა და ელექტროქსელებს. ან მასიური ინფრასტრუქტურული ავარიის შედეგად, მაგალითად წყალქვეშა ოპტიკური კაბელების დაზიანებით, რომლებიც კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. კარგი ამბავი ის არის, რომ ინტერნეტი ერთ ცენტრალურ ღილაკზე არ არის მიბმული. ის დეცენტრალიზებული ქსელია. მისი სრული გამორთვა ძალიან რთულია, მაგრამ მასშტაბური გათიშვა შესაძლებელია. თუ ინტერნეტი მხოლოდ 24 საათით გაქრება, მსოფლიო არ დასრულდება, მაგრამ ეს იქნება მკაფიო გაფრთხილება თუ რამდენად მყიფეა ჩვენი ციფრული ცივილიზაცია. და ახლა დაფიქრდი, რამდენად მზად ვართ ასეთ დღისთვის. შენ რას გააკეთებდი თუ ხვალ დილით ინტერნეტი აღარ იმუშავებს?